ბანკში მოგესალმებით, მოწვევისთვის და გაგეცნობით, მე ვარ გიორგი ანთაძე, პროფესიით ვარ ფარმაცევტი და სულ ფარმაცევტულ საქმიანობას ვეწავდი მთელი ჩემი ცხოვრება, რაც ისევ დაამთავრე. ძირითადად ფარმაცევტულ ბიზნესში ვარ 30 წელიწადზე მეტია. ვიყავი კერძო ფარმაცევტულ ბიზნესში, ერთ-ერთი სვილი ფარმაცევტული კომპანიის საწარმოოს გენერალური მენეჯერი და ამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიწევდა ხშირად მოგზაურობა, საქმიანი ვიზიტები და გარდა საქმიანი ვიზიტებისა, ისედაც მოგზაურობა მიყვარს და ისე გამოვიდა ბოლოს, რომ ერთ პერიოდი ვითვლით, რომ აი რამდენი წლისაცავარი და ქვეყანაში ვარ მეთქი, რამ ყოფი უნდა დავეწიო მეთქი და ახლა გადავასწავლე ჩემს ლოღებას. და ვარ 72 ქვეყანაში ნამყოფი, 72 წლის არ ვარ. ხო. 72 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და პლუს ნამყოფი ვარ ანტარქტიდაზე. და მინდოდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, მინდა რომ დავუთმო რაღაც ჩემს შთაბეჭდილებასთან მონათხრობს მოგზაურობიდან გამომდინარე, მაგრამ მარტო ანტარქტიდის ძალიან პოლარულ თემას ვეხებით, მაინც ნამყოფი ვარ კიდე გრენლანდიაზე, რომელიც მაშინ ვიყავი დანიის ქვეშ და ეხლა სადავდე ამერიკას უნდა წაიღოს, მაგრამ თავისთავად ესეც საინტერესო ტერიტორია და ესეთი შედარების საშუალება მქონდა, რომ დავხდოთ 2 წლიანი ინტერვალით ჯერ ანტარქტიდაზე ვიყავი და შემდეგ გრენლანდიაზე. ვიყავი არა როგორც რაღაცა ექსპედიციაში და სპეციალური რთული პირობები, არის ახლა უკვე ტურისტული მოგზაურობის საშუალებებიც იქ, როდესაც გემით მიდიხარ და ეს ხდება ანტარქტიდის შემთხვევაში ხდებოდა დეკემბერში, იმიტომ დეკემბერი იქ არის გაგანია ზაფხული სამხრეთ ნახევარსფეროდან, ამიტომ და ეს გემი მიცურავს ქვემოთ და დაიწყო ტური უშუაიადან, ეს არის წარმოიდგინოთ რუკა სამხრეთ ამერიკის ყველაზე ქვედა წვერი, სადაც თავდება, იქ არის არგენტინის ქალაქი უშუაია. იქიდან გავდის გემი და მიდის შემდეგ სამხრეთით, მანამ სანამ ამის საშუალებას აძლევს მისცემს ყინული და აისბერგები. ჩვენ გაგვიმართლა, რომ საკმაოდ სამხრეთით ჩავედით, მაგრამ პირველი სირთულე რაც ახლავს ამ მოგზაურობას, იმიტომ გემია იყო საკმაოდ ესეთი დიდი გემი არ არის, მცირე ზომის საკრუიზო გემი, სადაც 200 ადამიანამდე სულ 100 რაღაც ვიყავით ტურისტები და პლუს მსახურე პერსონალი. და ეს მომცრო გემი ხდება დრეიკის სრუტეში, რომელიც ითვლება დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახიფათო სრუტე, სადაც ხშირად არის შტორმები. ჯერ კიდე იმ დროს, როდესაც ევროპელებმა აღმოაჩინეს ეს ითვლებოდა, რომ ეს სრუტე იყო სახიფათო და დღესაც ესეა. სახიფათო იმდენად ალბათ აღარ უკვე დღევანდელი ნავიგაციის პირობებში, მაგრამ კარგი 7 ბალიანი შტორმი კი გამოვიარეთ და შტორმი არის საშტორმო პირობები არის ესეთი, რომ გარეთ ვერ არც გიშვებენ, მაგრამ ოს გამოხვიდე აზრი არ აქვს, გარეთ არაფერი წაიქცევი კორიდორებში და საჭმელი სადილიც რესტორანში არ ეწყობა ამ დროს, იმიტომ რომ ყველაფერი დაიწყება მაშინ და ხარ კაიუტაში და ერთ-ერთი რამაც გამაძლებინათ მართალია გარედან მოდიოდნენ და ესეთ მშრალ საკვებს კიდევდნენ გარეთთან, რომ მიბობღებულიყავი და ეს საჭმელი ააგებო, მაგრამ პლუს ამას ჰქონდა როგორც ქართულ კაცს ჩურჩხელა წარებული, ჩურჩხელა გადამარჩინა და პლუს ასეთი დიდი ტალღები, 7 ბალიანი ტალღები, ეს გემი ირწევა, საწოლზე ხარ მიჯაჭვული პირდაპირ გაგებით, გადაიჭირო არ გამოვარდე
და ესე გაქანავებს თავიდან ზღვის სამონტყოფა რა თქმა უნდა ყველას მეტნაკლებად მაგრამ მეც ეს მქონდა სამისათვის ტაბლეტებს ვიღებდით რომელიცაც კლიოს კიდე საძილე ეფექტი აქვს ამ ტაბლეტს თან ძილბურანში ხარ თან შტორმია ну ძალიან საინტერესო ხმები აქვს ამ შტორმს როცა შეშენუყურე ფანჯარაში ეს ალაღა როგორ მოდის და როგორ ფარავს და ისეთი განსხვავება და ბედად მქონდა წაღებული რადგან ერთი თვით ადრე ვიყავი გერმანიაში ბაიროითის ფესტივალზე ეს არის ვაგნერის ფესტივალი ბაიროითში რომელიც ყოველ წელს ტარდება და იქ შევიძინე CD დისკები ვაგნერის თითქმის ყველა ოპერა და აი ვაგნერის ოპერა წავიდა ამ შტორმზე გადასარევად ვაგნერის ოპერები რა ისე კარგად არ გამოვხიზლებულა რომ ვიყავი ჩართული ამაში ვაგნერში ეს შტორმი და ეს გრძელდებოდა სადღაც 2 დღე. 2 დღის მერე დადგა უცებ გაიერო დილას გავიღვიძე და ვარ სხვა სამყაროში. ეს სამყარო არის ესეთი რომ ზღვა დგას ტბასავით, წყალი საერთოდ არ იძრება და მიცურავ და აქეთ-იქით უკვე ჩანს პირველი აისბერგები. სანახავად რაც საინტერესო იყო ჩემთვის იყო ის რომ მაგ რეგიონში ვეშაპები ძალიან ბევრი არ მაგრამ ერთ-ერთი ის ადგილია სადაც შეიძლება ვეშაპები ნახო და გამიმართლა რომ ორჯერ ერთხელ ნახეთ და ისა ლურჯი ვეშაპი არა რომელიღაც ვეშაპი მოკლედ საშუალო ზომის და მე ნახეთ კიდე ორკა ის თეთრ გასადგარუსულად თეთრი გული რო აქვს შავს ის თეთრი რა დიდები არიან ის მათი მთელი ოჯახი თვითონ ტურს ხონდა საინტერესო ის რომ ჩვენ გარდა იმისა რომ უბრალოდ ეს მოგზაურობდით რომ როცა დამშვიდდა და უკვე საშუალება იყო ყოველ დღე ვიტარებდნენ სხვადასხვა შეხვედრებს და ლექციებს თემებს სხვადასხვა თემებზე მათ შორის ფაუნაზე ფლორა დიდათ არ არის სანდარდიდაზე ფაუნაზე და მათ შორის აი ვეშაპებზე დელფინებზე გვიყავდნენ საინტერესო ამბებს მეცნიერულს მათ შორის დამამახსოვრდა რომ აი ამ ორკას ინგლისურად ხო ქართულად არც ვიცი რა ქვია მკვლელი ვეშაპი ქვია მგონი თუ ვაცდები თუმცა სრულიად ტვილი ის არის ესა შერქმეული სახელი იმიტომ რომ ეს ვეშაპი არის უწყინარი და ასეთ შემთხვევა მოგულა რომ ადამიანს აუს დასხმოდეს ან ერთი შემთხვევა იყო როდესაც მათ ათვინიერება ხოლმე და როდესაც სადღაც აკვარიუმში სადღაც ამერიკაში აკვარიუმში გაბრაზებულს შემოახვდა თავისი აი მომვლელი მეგონი რაღაც სტაფი რომელმაც გააბრაზა რაღაცაზე და აწვალებდა და ის მეტი სხვა შემთხვევა ღია ზღვაში ოკეანეში თავს არ ესმის ადამიანს მეტის ეხმარება კიდევაც ყოფილა შემთხვევები როდესაც კატასტროფის დროს და რაღაც ესეთი ადამიანებისთვის დახმარება გაუწევია და ყველაზე მეტად დამაინტერესა ამათ ბიოლოგიაში, ბიოლოგიურ ცხოვრებაში ის რომ ძალიან ჭკვიანები არიან დელფინები ვით ჭკვიანი არის მოიხსენებათ ვეშაპი დელფინებზე არანაკლები ჭკუა აქვს და საერთოდ მგონია რომ ეს ანდახან როცა ვკითხულობდი ბავშვობიდან დელფინებიც მიყვარდა და ვკითხულობდი რომ მგონია რომ ეს არის რაღაცა სახეობა რომელმაც ერთი წრე ევოლუციის გაიარა ალბათ მათ ესენ ხმელეთზეც იყვნენ სანამ ზღვაში დაბრუნდებოდნენ მოგვიანაში ალბათ ხმელეთზე რაღაც ცივილიზაციაც ჰქონდათ უკვე და მე მივხვდნენ რომ ეს ყველაფერი იყო ეს ფუჭი და სისულელე და დაუბრუნდნენ ისევ ბუნებას ოკეანეში რაღაც ესეთი ისაა აქვს ხოლმე რა მეცნიერულად შეიძლება ესე არ არის მაგრამ ესე შთამბეჭდილება ჰქონდა ხოლმე როდესაც მათზე ვკითხულობდი ბევრს და აქ ამ ვეშაპების ოჯახებით ცხოვრება უყვართ რა თქმა უნდა და ისედაც ერთად დავდიან ასე რომ რამდენიმე ოჯახი ერთად დაცურა ვერფოდიში დაცურა და შვილის პატარებს ზრდიან ბებიები
ანუ პატარა ვეშაპს ზრდის ბებია, რომელიც ასწავლის ყველაფერს, სულვას, ნადირობას და მათი ნადირობაც არის საინტერესო, იმიტომ რომ ნადირობენ ინტელექტით, რა, ესე იგი, როდესაც სპარტს ახულობენ, ინაწილებენ როლებს და ის რა როლი იქნება, ვინცაით გადენოს ეს თევზების თქვათ, ეს თუ არის ჯოგი და ერთმანეთთან კომუნიკაციაც აქვთ თავიანთი ულტრაბგერითი მეტყველებაც შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ რაღაც სიგნალებს გადასცემენ, რომელიც ახლოს დგას მეტყველებასთან. განსხვავებით ვეშაპებისგან, სრულიად უინტელექტო არსებაა პინგვინი, რომელიც ახლა ჩვენ ვინახავს პინგვინები და სხვაებებს საბავშვოს სათამაშოებიც და ისედაც მაშინ ტელევიზორში ეს პინგვინი მიგვაშინა ძალიან ლამაზი საყვარელი არსებაა და კი მართლაც არის, მაგრამ ერთი მინუსი აქვს პინგვინებს, როდესაც მივახლოვეთ პირველად უკვე ხმელეთს პირველი გადასხმა ქონდა პინგვინების კუნძულზე, ყველგან არიან პინგვინები პირველი გადასხმას ეს პირველი გამოვაცა იმან რომ საშინელი მოქმედების პროდუქტების და ბუნებრივია ხო და ეს ბუნებრივი ათასობით არიან ეს და მოქმედებას არის და ეხა იმას არავინ არ წმინდავს და ეს მთელი კონსუმცია არის საშინელი სუნი ამ პინგვინების და კიდეს რატომ ინტელექტუალი სოციალური ცხოველები ბევრია ხო ვიცით რომ ჭიანჭველებით და ფუტკრებით დაწყებული ეს როდესაც დიდ ერთი სახეობა მათ აქვთ რაღაც კომუნიკაციები აქვთ რაღაც ემპათია ერთმანეთს მიმართ ერთმანეთს ეხმარებიან ხოლმე ჯოგიც ხო და პრაიდი ჯოგი ეს ყველა არის ისე აწყობილი რომ იქ თითოეულს თავის და პინგვინებს ეს საერთოდ არ აქვთ არანაირი ემპათია ერთმანეთს მიმართ არანაირი აი გვერდზე შეიძლება ერთმანეთს გვერდზე იდგნენ და თქვათ სელაპიერს და ესხას თავს და არავინ იმას არ დაეხმარება აი ესე ოდნავ ჩაიჩოჩებენ გაიწევიან და წავლენ და ის იმას ჭანდაბამდე ზაცქორია უჭამია სელაპს მეც ვნახე სხვათა შორის ეგ მომენტი როდესაც ესენი გამოდენიმე პინგვინი გადის ეს კლდის პირას საიდანაც უკვე გადასახტომია ოკეანეში მე მგონი ფოტოც მაქვს ეს ამისი გადიან და მერე დიდხანს განან და ელოდებიან პირველი ვინ გადახდება ხო მაგასაც ის რომ პირველი ვინც გადახდება იმას მეტი რისკი აქვს რომ სიგურმაში რაღაც არ დახდეს ხო რა უნდა დახდეს ხა მაგათი ერთადერთი მტერი არის სელაპი ასვის ლომი და თანჩენი მტერი არ აქვს იმიტომ რომ თეთრი დათვები სამხრეთ ნახევარსფეროში არ ცხოვრობენ ამით გავამართლობ იმას ხო და ერთი ესეთი ფოტოს ამაქვს გადაღებული ბრიტანეთის საკვლევით სადგურზე ვიყავით და კონკურსი იყო სხვაშორის ვინ უფრო კარგ ფოტოს გადაიღო ამ ფოტოთი მესამე ადგილი გიავიდა რომ იყო ესეთი ბორცვი ბრიტანეთის დროშა აღმართული და ამ დროშის ქვეშ იდგნენ 6-7 პინგვინი ესე და კარგი ფოტო გამოვიდა და თან წარწერა გაუკეთე მაშინ აქტუალური იყო ბრექსიტი მეთქი და მოეწოდა და ეს ფოტო და თვითონ ბრიტანეთის სადგურზე საინტერესო რო ვიყავ ხო ესე იგი მთელი ეს ექსკურსია შედგებოდა ამისგან რომ დღე ვიყავი ნუ საღამოს ავდიოდით გემზე რამე ვიძინებდით გემზე გემი ცურავდა საღამოს იყო რაღაც აქტივობები ეს ლექციები და ხადილი ვახშაბი თავისთავად და დღეში გქონდა ლენდინგები, ნუ ნაპირზე გადასვლები, გადავდიოდით ეს გემი ვერ მიდის ნაპირთან, გადავდიოდით ზოდიაქოებს, რო ეძახიან რეზინის გასაბერი ნავებით, 20 გაცემული. და ამავე ნავებით გქონდა ექსკურსიები, თქვათ აი ესე მიდიხარ აისბერგებს შორის და ეს იყო ძალიან ამაზე სანახაობა აისბერგებს შორის ნავით ცურვა. საშიში ნუ არაფერი არ არის, იქ თავს არავინ ესმის, განსხვავებით გრენლანდიისგან, სადაც თეთრი დათვები არიან და მართლა საშიშია, სამხრეთ ნახევარსფეროში არაფერი არ არის ესეთი, რო ადამიანისთვის ეს იყოს საშიში დაწებული ცხოველი.
თვითონ ადამიანებიც არ არიან საშიში, იმიტომ რომ ანტარქტიდა ერთ-ერთი კონტინენტია, სადაც ადამიანი არ ცხოვრობს და სეზონის განმავლობაში, ზაფხულის სეზონში არიან მკვლევარები, მეცნიერები, რომლებიც სადგურებში ადიან, იქ ცხოვრობენ რამოდენიმე თვე და ზამთარში, როდესაც ყველაფერი იგინება, სანამ გაიგინება ყველაფერი, მანამდე ასწრებენ, რომ გავიდნენ. არიან მკვლევარები, რომლებიც უკვე სამხრეთით პოლუსზე არიან და უფრო სიღრმეში იქ ისინი მოძრაობენ ამ თვითმფრინავებით, ამ ვერტმფრენებით და იქ უკვე სხვა პირობები და სხვა ის არის იქ ტურისტებიც იქ ადგილი არ არის, უშვებენ ტურისტებს. თუმცა გავიგე, რომ ერთ-ერთი მკვლევარი, რომელიც არის სამხრეთ პოლუსის მკვლევარი, ერთ-ერთი რამოდენიმე წელი არის ქართველი მკვლევარი დაღამის ტექნოლოგიის. რამოდენიმე წელი იქ ცხოვრობს არის და მკვლევარებში მონაწილეობს ეროს საკმაოდ ცნობილი მეცნიერია ანტარქტიდის. რას სწავლობენ ანტარქტიდაზე? საინტერესოა, რა თქმა უნდა, იქ სწავლობენ იგივე მისი გლობალური დათბობის თემებს, დნება თუ არა მართლა ეს იგულები უფრო მეტად ვიტრიალებდებოდა. ჩემი შტაბ-ერთილება არის, რომ არაფერი განსაკუთრებული ეხლა ალბათ დედამიწის ისტორიაში იყო ასეთ პერიოდები, როდესაც უფრო მეტად ნებოდა ან უფრო ნაკლებად, მე მაინც მგონია, რომ დედამიწა ცოცხალი არსება და თავის თავს თვითონ არეგულირებს გათბობის მხრივაც და გაცივების მხრივაც. და იმის მხრივაც, რომ რაღაცა პარაზიტები მოიშოროს ხანდახან. მაგრამ აქ კიდე რა არის საინტერესო, რომ ანტარქტიდა არ არის არც ერთი ქვეყნის საკუთრება, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, ომის შემდეგ დაიდო ეს ხელშეკრულება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტარქტიდის პაქტი ქვია, რომელსაც ხელი მოაწერა თითქმის ყველა გაეროს წევრმა ქვეყანამ და აღიარეს, რომ ამ კონტინენტზე არავის არ აქვს უფლება. თუმცა ამის მიუხედავად არიან სახელმწიფოები, რომლებიც ახლოს არიან ანტარქტიდასთან და აცხადებენ, რომ რაღაცა ნაწილი ამ ანტარქტიდის მათ ეკუთვნით. ასეთ სახელმწიფო არის არგენტინა, ასეთ სახელმწიფო არის ჩილე, ასეთ სახელმწიფო არის ავსტრალია, რომელსაც აქვთ რაღაც პრეტენზიები რაღაც გარკვეულში. განსაკუთრებით არგენტინელები არიან ტერიტორიული იმის მიმართ რაღაცა განსაკუთრებული განზაფხრებული მიდგომები აქვს დაწყებული ფოლკლენდის კუნძულებიდან, სადაც არგენტინაში ჩადიხარ ხოლმე წარწერებია, რომ ის როგორც ჩვენთან რო იყო ეს პერიოდი, ის გარეჯი საქართველოს, ისე ფოლკლენდი არგენტინა უწერია ხოლმე და ფოლკლენდს არ ეძახიან სხვა სახელი ქვია. არგენტინელებს სხვა სახელი კონსულებს და ასევე ანტარქტიდაზე აქვს და აქვთ სამეცნიერო კვლევით სადგურები, რომლებიც სადაც აკრძალულია რაიმე სამხედრო ტიპის ამუნიციის ან იარაღის ან შეტანა ტრანსპორტის და იარაღის ზოგადად ეს არის ამ კონვენციით აკრძალული, ანუ მე-60 პარალელის ქვემოთ იარაღის შეტანა და სამხედრო გემების ჩასვლა არის აკრძალული. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა რუსები და ალბათ ჩინელები და ამერიკელები დიდად არ დაგიდებენ და წყალქვეშა-ნავები დაცურავენ ამის ქვემოთ მაინც და მათ შორის ალბათ ბირთვულიც, მაგრამ ოფიციალურად იქ არ არის იარაღი. და ეს სამეცნიერო კვლევით სადგურებს გარკვეული რაღაცა სამხედრო დატვირთვაც ალბათ აქვთ, მაგრამ ამის ესეთ ღიად აპიშირება არ ხდება. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ვიყავი მე რუსეთის სამეცნიერო კვლევით სადგურზე და მაგას მოგიყვებით რა და როგორ იყო იქ. ხო, პინგვინებზე რაც შეეხება ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება კიდე დატოვა რამოდენიმე კუნძულმა, სადაც იყო ძველი ვეშაპებზე მონადირეების დატოვებული ეს ინფრასტრუქტურა, შენობები. ვეშაპებზე ნადირობა ეხლა უკვე აკრძალულია და მხოლოდ რამოდენიმე ძალიან მცირე კვოტები აქვს, ზოგიერთ მაგალითად გრენლანდიელებს აქვთ კვოტები, იმიტომ რომ გრენლანდიელების ვეშაპი ისეთია რა, იქ არ არის ტრადიციული და საკვებათაც იყენებენ და რაღაც კვოტა აქვს და ასევე იაპონელებს აქვს კვოტა
ეხლა რომ წელიწადში რაღაც რამოდენიმე ვეშაპი შეუძლიათ მოკლედ დანარჩენი აკრძალული, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნეში ეს იყო სრულიად კონტროლის გარეშე და თან ვეშაპებზე მიდიოდა ნადირობა, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი იყო ესეთი, რასაც შეიცავს ვეშაპის twin-ი, სპერმაცედი ესეთი ნივთიერებას იღებდნენ კოსმეტიკაში და მედიცინაში გამოიყენებოდა ძალიან ძვირი და აი ამის გამო ანუ ვეშაპის ქონი თავისთავად, რომელიც ასევე გამოიყენება და საფოხმასალად და საწვავად რასაც ვიდით და ამის გამო ვეშაპებზე ნადირობდნენ და მოწყობილი ჰქონდათ რომ მოვინადირებდნენ იქვე გადაგონდათ მოწყობილი ჰქონდათ ქარხნები სადაც ამას ამუშავებდნენ და დღესაც ეს შენობები ფარდულებით შენობები შენარჩუნებულია თანგრევია ეს კარკასები დგას და იქვე არის თან ეს ვეშაპების ჩონჩხები მაშინდელი დამუშავებული ვეშაპების და ხოცი ვეშაპის ჩონჩხები ცოტა ისეთი მძიმე სანახავი იყო და წარმოიდგინე რომ ახლა ეს სპერმაცედი არის ვეშაპი წარმოიდგინეთ ამ ხელა და ერთი ვეშაპიდან იღებდნენ რაღაც სულ 4-5 ლიტრ ამ სპერმაცედს და ამის გამო ამ არსებებს ხოცავდნენ საბედნიეროდ ეს აღარ არის და ესეთი მუზეუმები არის ეს. რაც შეეხება თვითონ სამეცნიერო კვლევით სადგურებს, ბრიტანული სამეცნიერო კვლევით სადგური იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ ჩვენ რომ ჩავედით იყო სულ 4 ქალი ამ სადგურზე. ძალიან გაუხარდათ ადამიანების დანახვა. და იყო ძალიან ბრიტანული თვითონ ეს სადგური იმითი რომ შეგვიძლია მასტროშა თავისთავად დედოფლის გამოსახულის ფოტო სუვენირების მაღაზია და ბრიტანული პოსტა. პოსტა იყო საინტერესო, იმიტომ ყველა ცხოვრობს აქვთ ეგ ტრადიციას, რომ სადაც ჩამიახონა სხვა ქალაქში იღებენ საპოსტო მარკას აკრავენ და რაღაცას წერენ და აგზავნიან სახლში ან თავის ახლობის უგზავნა და ყველამ გააგზავნა და მეც გავაგზავნე შობა დგებოდა და საახალწლოს ჩვენთან საახალწლო მოსალოცი გამოვაგზავნე სახლში დეკემბრის სადღაც 7 რიცხვებში. ნუ წარმოიდგინე ანტარქტიდიდან ამერიკის ბრიტანულ პოსტის ყუთში ჩაგდებული ეს მოსალოცი ბარათი თბილისში ჩამოვიდა. ერთ თვეში ჩამოვიდა. ერთი თვე მომდა. იმიტომ რომ ქართული პოსტა მუშაობს სუდად. ბრიტანული გადასარება მუშაობს ალბათ. სხვა ქვეყნებში უფრო ჩქარაჩავთ. და საინტერესო იყო კიდევ ამ ბრიტანელი მკვლევარების ამ სადგურებზე ჰქონდათ ერთი რამოდენიმე ოთახი მუზეუმად გაკეთებული, იმიტომ რომ ეს სადგური იყო ძველი მე-19 საუკუნის დაარსებული და მუზეუმად ჰქონდათ როგორ ცხოვრობდნენ მაშინდელი მკვლევარები ამ სადგურზე და ნუ იყო ეს რაღაც შენობები, ნახატები იყო საინტერესო ესენი ასაკეთებდნენ ხთელი და და რამე რამდენთვის განმავლობაში და ზოგი რაღაც კედელზე რაღაცებს ხატავდნენ. ძირითადად შიშველ ქალებს ხატავდნენ ეს. მონატრეულები იყვნენ. ეს ქალები ხატავდნენ და საინტერესო იყო კიდე რეცეპტების ციგნი. ერთი ესეთი გადაშლილი იყო და რეცეპტი ეწერა ესეთი, ესე იგი, სელაპის ტვინის ომლეტი. და რეცეპტი აიღე 2 სელაპის ტვინი, 4 პინგვინის კვერცხი და კარაქი. და ყველაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ ამ კარაქსაც შოულობდნენ. ეს სელაპის ტვინი და პინგვინის კვერცხი ოხრად იყო ალბათ. და კიდევ ამ ბრიტანულ სადგურზე დამახასიათებელი იყო საინახლა ძალიან წესრიგი და რაც სწავლობდნენ ამინდის თემებს. ამას ერთი იყო რომელიც სწავლობდა პინგვინებს და ფრენფრინგალების თემებს და ესეთი კვლევები მიდის. როდესაც დავტოვეთ ბრიტანული სადგური მერე გემზე მოგვიყვნენ ისტორიას სამხრეთ პოლუსის აღმოჩენის და
ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თავისთავად, რომ ეს არის მე-19 საუკუნე, როდესაც ბოდიში მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც ესე იგი ეს ერთმანეთს შეეჯიდა, ბრიტანეთი არის უზარმაზარი იმპერია, აღმოჩენები ავსტრალიიდან ბრიტანეთის იმპერიაში მზე არ ჩადის, ერთხელ რომელიც მეორედან ჯერჯერობით და შემდეგ და ჩანიშნეს ექსპედიცია, რომ ბრიტანელებმა უნდა აღმოაჩინონ პირველები მივიდნენ სამხრეთ პოლუსზე და რობერტ სკოტი იყო ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი, კაპიტანი სკოტი, რომელიც ჩაუდგა სათავეში და დაიწყეს მომზადება წავიდნენ. მაგრამ ამავე დროს არსებობს პატარა ბრიტანეთთან შედარებით ქვეყანა, ნორვეგია, სადაც არსებობს კაცი რუალ ამუნდსენი და ამუნდსენი არის დიდი მკვლევარი, დიდი მოგზაური და ნორვეგიის მეფის ხელშეწყობითა და ხელდასხმით, ასე ვთქვათ, მათაც ნორვეგიელებმაც ჩანიშნეს ექსპედიცია. თითქმის ერთ და იგივე დროს ჩაინიშნა ექსპედიცია, 3 დეკემბრის მეორე ნახევარში ორივე ექსპედიცია მიაღწია ანტარქტიდის კიდეს, ეს ანტარქტიდის ნახევარკუნძულს და აქედან უნდა დაეწყოთ სვლა სამხრეთ პოლუსისაკენ. ბრიტანელებმა, რადგან ეს დიდარი ქვეყანა იყო, საშუალება ჰქონდათ და მოზიდეს მაშინდელი თანამედროვე ტექნიკა, ტრაქტორები, თვითმავალები, თოვლმავალები, რომლებიც დიზელზე მუშაობდნენ და ამით ფიქრობდნენ, რომ წავიდოდნენ ძალიან სწრაფად წინ. ხოლო ნორვეგიელებს ამის ფინანსური საშუალება დიდად არ ჰქონდათ და უბრალოდ ძველი ტრადიციული მეთოდი, რომელიც იცოდა ამოცენებს ჩრდილოეთით მოგზაურობების დროს, გამოიყენა მარხილში შექმნილი ძალები. და როგორც კი დაიძრნენ ბრიტანელები, რამოდენიმე დღეში ეს დიზელი გაეყინათ და ეს ტექნიკა გავხდათ გადასაყრელი. ვეღარ გამოიყენეს. ამოცენები ეს არის მე-19 საუკუნის საუკუნის მარხილმა გაამართლა, იმიტომ რომ დახლებს დიზელი არ ჭირდებოდა და არ იყიდებოდა. და წავიდნენ წინ. და პირველები მივიდნენ, რა თქმა უნდა, ნორვეგიელები, სამხრეთ პოლუსში. სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს პირად, რომ ორივე სხვადასხვა მხრიდან მიდიოდნენ და ერთმანეთის არაფერი იცოდნენ. მეორე ბრიტანელებსა და ნორვეგიელებს შორის ამუნდსენი მივიდა სამხრეთ პოლუსზე პირველი და იქ გაშალეს კარვები, რა თქმა უნდა, ნორვეგიის დროშა აღმართეს და გაშალა კარვები და დატოვა ამ კარავში საკვები და რაღაც საჭირო ნივთები. დაუტოვა სკოტს, ანუ ბრიტანელები ჩვენს მიერ მოვლენო, რომ ეს დახვდეთ, რომ ესეთი როგორი საქციელია რა ადამიანური. და მათ შორის დატოვა კიდევ წერილი, თავისი წერილი ნორვეგიის მეფისადმი. და რატო დატოვა, რომ მე რომ რამე მომივიდეს უკანა გზაზე, რომ ვერ დაუბრუნდე და ვერ ჩავახციო, სკოტს დაუტოვა, რომ აი ეს წერილი გადაეცით ნორვეგიის მეფეს შემდგომ. დაახლოებით 10-12 დღეში მიაღწიეს ამ ადგილს ბრიტანელებმა სკოტმა. და საშინელი იმედგაცრუება, რა თქმა უნდა, სკოტის დღიურები არსებობს ახლა რაღაცას, რომ საშინელი იმედგაცრუება, იმიტომ რომ პირველები იქნებოდა და დახტათ ნორვეგიის დროშა. რა თქმა უნდა, ეს წერილი ჩაიდო სკოტმა და დაიძრნენ უკან. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ უკანა გზაზე სკოტის ექსპედიციის თითქმის ყველა წევრი დაიღუპა და ბოლოს დარჩენილი იყო თვითონ რობერტ სკოტი და მისი ერთ-ერთი ექსპედიციის წევრი. ელეოდათ გამოელიათ საკვები, დაემთხვა სწორედ ეს ხარისხლები და სიცივე და ბოლო ბანაკამდე დარჩენილი ჰქონდათ დაახლოებით 20 კილომეტრი, როდესაც ფარხმალი დაყარეს და დაწერა სკოტმა, რომ
გზის გაგრძელებას მივახციეთ და დაემშილება ყველა სამთავროს ძელში და ორივე დაიღუპა. არა ქონდა დარჩენილი 20 კილომეტრი, ცოტაც რო გაიდომებიათ და ბოლომდე ებრძოლათ, შეიძლება მიეღწიათ კი. არ იცოდნენ იქ ბანაკი იყო ესე ახლოს. და აი დააკლდათ 20 კილომეტრი და დაიღუპა რუსკოტი ამ ექსპედიციაში. ეს მე ნუ ბრიტანეთის ეს რა თქმა უნდა დიდი და ეს წერილი რომელიც ედო მე იყო ეს ესეთი ისტორია იყო რაინდობის და იმის რომ აი ორივე თითქოს და ესე დაპირისპირებულები იყვნენ ამ საქმეში ერთმანეთთან კონკურენტები მაგრამ ეს დამოკიდებული ადამიანები ჯენტლმენური თუ რაინდული ორივეს ჰქონდა და ამოცენი დაბრუნდა ესე იგი ამოცენი დაბრუნდა მე ამოცენი ჩრდილოეთ პოლუსსაც იყო ჩრდილოეთ პოლუსსაც მიაღწია ამოცენმა და ორივე პოლუსი მისი ასე ვთქვათ პირველი ადამიანი იყო ის ორივე პოლუსს დაადგა ასე აჯობა პატარა ნორვეგია პატარა 4 მილიონიანი ქვეყანა ნორვეგია ჩვენზე დიდრები არიან ბევრად ესეთი ისტორია იყო ძალიან საინტერესო. ხო, ამის შემდეგ ესე იგი წავედით კიდევ უფრო სამხრეთით წავედით და ემზე გვითხრეს რომ ეხლა გვაქვს საშუალება რომ მივიდეთ რუსეთის სამეცნიერო კვლევით სადგურზე და იქო დაგალევინებთო იქვე თვითონ აკეთებენო სამაგოს არა ისევ რახან დაასალებ შევეხე არის რომ ეს ბარმენებს ჰქონდათ ალბათ ტრიუკი იყო ესეთი სარეკლამო მარკეტინგი თუ რაღაცა რომ გამოიტანენ ესეთი ცისფერ ყინულს და ეს აისბერგის ყინული და იმას ამტრევდნენ და ვიყრიდნენ იმაში ვისკიში ანუ ეს ასპელს რომ ვიტყოდი და საინტერესო იყო რუსული ბაზა რომ მივადექით რუსულ ხო აქ არის ჩილეს ბაზაც და რუსული ბაზაცო და არის ესეთი ნუ წარმოიდგინეთ კონტინენტი დიდი და არის ჩილეს ბაზა გაშენებული და არის გვერდზე არის რუსული ბაზა ზუსტად გვერდზე ჯერ ჩვენ მივედით ჩილეს ბაზაში შეგვიძლია გამოვიდნენ ცალკე შოკოლადები და ყოლევინეს გაგვიმასწრდნენ ეს ჩილეს ბაზა მოწყობილი არის ესეთი კონტეინერის ტიპის პატარა სახლები აქვთ ამაზე სახლები ჩადგმული და სუვენირების მაღაზია და ერთ-ერთ პატარა უკან არის ესეთი ბორცვი სადაც აქვთ უდგათ კათოლიკური ეკლესია დაშენებული ძალიან ლამაზია და მოგვეწონა ეს კათოლიკური ეკლესიას დავათვალიერეთ და მასწავლებლები გვეუბნება რომ ერთი პრობლემა გვაქვს რომ ესო რუსეთის ესა ბაზა რუსები გვედავებიანო ამ ტერიტორიას რა და ჩვენ რო ავაშენებთ ეს ეკლესია გვითხრას რომ ეს ბორცვი ჩვენიაო რა გვედავებიანო აი ხა უნდა წარმოიდგინოთ ახლა რა ანტარქტიდა ხო აი უსასრულოა იქით უსასრულოა აქეთ და აი ეს არის საზღვარი და ესენი მაინც არის აქეთ ედავებიან რომ შეუძლიათ იქეთ რაც უნდა გააკეთოთ ნუ რა სიცოცხლე ეს რაღაცა ის არის რაციონალური თავისებურება ვთქვით ხოლმე ეგეთი საბედნიეროდ რომ 360 განედის ქვევით არ შეიძლება იარაღი თორე შეიძლება ერთი ოკუპირებული ტერიტორია კიდე გვენახა იქ მაგრამ მე როდესაც ვესტუმრეთ ამ რუსეთის ბაზას შევედით და კაციშვილი არ გამოგვიგება საერთოდ კაციშვილი და განსხვავება იყო ამ ჩილესა და რუსეთის ბაზაშებს აქ დგას ესეთ აღრელი კონტეინერებია დიდი სამგზავრო საზღვაო კონტეინერები რო არის ისინი და იქ ცხოვრობენ იქ აქვს მოწყობილი ამათ სადგურიც და ყველაფერი საცხოვრებელი. ერთ-ერთი ლამაზი შენობა მართლაც ჰქონდათ მეორე ბორცვზე მართლმადიდებლური ხის ეკლესია აშენებული, რომელიც ხის რუსული
ძელებით გაკეთებული ეკლესია, რომელიც სადღაც ნოვგოროდში სადღაც დაშალეს, ჩამოიტანეს და განაწყვეს და არავინ არ გამოგვეგება და მე გავიგეთ რატომ რომ წინა დღეს გემი მოადგაო და სპირტი მოუტანესო და მეორე დღეს კონდათ ესე იგი ძიმე პარტნელი, მაგრამ მე ვიღაცა გამოვიდა, ვიღაცამ ესე ვთქვათ, შემოგვიგება და მე გამოვიდა მღვდელი, რომელიც ამ ეკლესიაში მოაწეოდა და ამ მღვდელმაგვით ისა გითხრა, რომ ეს მღვდელი იყო თან შეთავსებით, იმიტომ რომ შიგნით ისე სხვა სამხედრო ხომოდა გამიდან და ამან გითხრა, რომ წამოდით ახლა ეკლესიას არ გათვალიერებინებთ და ჯგუფში იყვნენ ბევრი ამერიკელები, ძირითადად ამერიკელები იყვნენ რუსებიც, მოსკოველები, უკრაინელებიც იყვნენ და ამ ამერიკელებს რომ მივედით ხო და რიგში დავდექით, იმიტომ რომ ეს გააღეს ერთ-ერთი ფარდული, სადაც სუვენირებს იყვნენ რუსეთის სიმბოლოები, გერბები, მათ შორის პუტინის სურათიც იქნებოდა სუვენირად და დადგა რიგი, იმიტომ რომ ერთი ქალი ახმელიაზე ძლივს ემსახურებოდა ამას მოკლედ ამდენ ტურისტს და ამ ამერიკელს ვეუბნები, რომ ახლა მივხვდი, რომ რუსეთში ვარ მეთქი და რატო რითი ხვდები და მოვთხარი აი უყურე მეთქი რა გზები ყველგან ანგრეულია მეთქი ყველა ნასვამია და თან რიგები დგას ყველგან მეთქი და მეტი რა უნდა იყოს და რომ მივედით ამ მართლმადიდებლ ტალღასთან ამ მართლმადიდებლმა რომ აქ მარტო მართლმადიდებლებს შემოუშვებთო სხვებს ვერაო და დატოვა პირს ჩამოგაშალა გამოვლებული ევროპელები და ამერიკელები. ნუ მე შევედი და ჩავთვალე რომ რაღაცაში მაინც გამოგვადგა მათთან ერთ მოწმეობა მე ყოველთვის და საინტერესო იყო სხვა შორის ეს ეკლესია ლამაზე იყო ეს ხით ნაგები შიგნით ეს მართლმადიდებლური და არ ვიცი ხა ის მკვლევარი ქართველი მკვლევარი ალბათ რა ყოფილი იყო და მე არ ვიყავი პირველი ქართველი მაგრამ ფაქტია რომ ვარ ნაყოფი პლანეტის ყველაზე სამხრეთით მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში მაგ სამთელი დანთებული და ეს საინტერესო იყო